თქვენი სანა ხალხმა რამდენმა მევიდა გალვა რაფერი ვერ ქნენდა. არ გამოდის არაფერი. ჩვენ თავრობა არ ესმის არაფერი. ამ ქვეყანას ვერ გაასწორებთო. ეს იყო პირველი, რაც 85 წლის გივი ჯანელიძემ გვითხრა. ჟონეთელმა უხუცესმა, რომლის სოფლისა და სახლის თავზე 25 წელზე მეტია თას ასწორებენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების, ჟონეთისა და ოფურჩხეთის კარიერებზე ტეშენიცსა და დიორიტს მოიპოვებენ. მტკიცე სამშენებლო ქვაზე, რომელსაც გზების დასაგებად, სანაპიროების მოსაწყობად თუ შენობების მოსაპირკეთებლად იყენებენ, მოთხოვნა დიდია. მისი ფასი 80-დან 200 ლარამდე მერყეობს. სწორედ ამის გამო, ხეობაში მრავალწლიანი ლიცენზიების ომია გაჩაღებული. წიაღისეულის მტაცებლური მოპოვება. იმ კარიერიდან თქვენ სახლამდე რამდენი მეტრი იქნება? ეს ნახევარ კილოა იქნება, მე არ იქნება. ახლა არ მუშაობენ, ხმაური რომ არ არის. არ მუშაობენ, ახლა რა ვიცი რა. რა სიხშირით მუშაობენ ხოლმე? ვებსკავატორებით და ბულდოზერებით და აფეთქებით და ყოველ დღე? აბა, აფეთქებენ კიდეც? აბა რა. აფეთქება როცა ხდება, აქ ხმა ისმის? აბა რა ისმის გასა? ძალიან ისმის სუსტად. ჯიგჯიგობს სახლი. გრანიტის ქვას აფეთქებენ. და სახლში გძნობთ ფიზიკურად? აბა. რახა დღესიოს, პატრონი არ ხავს. და რატომ არ ყავთ პატრონი? ვინმეს მიმართეთ რომ ასე ახლოს მოპოვება თქვენ პრობლემას გიქმნიდათ? რამდენჯერმე წყალტუბოს გამგეობაში და რამდენჯერმე, მაგრამ გაყიდულია ეს ტერიტორია ყველა. მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ ბოლო გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, ოფურჩხეთში, ჟონეთსა და ჯიმასტაროში 26 ლიცენზიაა გაცემული. ტერიტორიის დიდ ნაწილს 55 ჰექტარს მხოლოდ 5 სუბიექტი აკონტროლებს. მათ შორის ყველაზე მსხვილი მოთამაშე შპს ანრე 2006-ია. კომპანიის ერთადერთი მესაკუთრე თინა ბურჯანაძეა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის დედა. ლიცენზიებიც სწორედ ბურჯანაძის გავლენის პიკზე 2006 წელს 20 წლის ვადით აქვს მიღებული. ამბობენ მეზობლები შეიმჩნევა. რა შეიმჩნევაო? ბზარები სახლის და ხანდახან ხმაურიც არის, ხმაური რაც ხმაური. ბზარების სახლებზე რა გასაკვირია იმ სოფლებში, რომლის მისასვლელ გზაზე რამდენიმე ადგილზე გვხდება გაფრთხილება, მეწყერ საშიში ზონა და მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, უკვე 10 წლეულებია სარისკო ზონის სოფლების თავზე აფეთქებებით მუშაობენ. ჩვენ ვიცით რა სიმძლავრის მოხდები ჩადეს აფეთქების დროს? ხო არ ვიცით. ხმაური არ უნდა იყოს სოფელში. ამას აქ მნიშვნელობა. იმიტომ რომ მაგ დროს შენ ანგრევს მთლიანად ამ გარემოს, ანუ ისეთ პროცესებს იწვევ, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდი მეწყრული პროცესები გამოიწვიოს დამატებით აფეთქებების შედეგად. წიაღისეულის მტაცებლური მოპოვების შედეგებს ადგილობრივები სხვადასხვა ნიშნებზე ხედავენ. როცა პერიოდულად სასმელი წყალი იკარგება, როცა საქონელი თხრილებში ეხრჩობათ, როცა ერთ დროს ტყით დაფარული არემარე ფუჭი ქანების ნაგავსაყრელად იქცევა. ვიცა გააქვენ და სად გააქვთ? ეს იყრია რა ახლოს იქა. მთაზე ტყე იყო, ხეები? სულ? კი, აბა. რა იქნა? აი, მოთხარენ მეითხარა ეხლა. გაჩეხეს. გაჩეხეს. კარიერი კანონის მოთხოვნის შესაბამისად დატერასებული არ არის. მოჭრილი ფერდობებიდან მიწა იშლება და დასახლებისკენ მიიწევს. ჟონეთში მოპოვების ზონიდან პირველ სახლამდე მანძილი 170 მეტრია. ოფურჩხეთში კი კარიერი საცხოვრებელ სახლს სულ რაღაც 32 მეტრიდან თავზე დაჰყურებს. თქვენ დირექტორი ხართ? არა. აბა? შემწვანელი ვარ მე. და აქ ეს მოპოვება ვინმე გამოწმებთ საერთოდ აქ ამოდიან? როგორ არა, კი. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ვინ გამოწმებთ? კი ბატონო, კი, ყოველ. და ეს ამხელა ის რო გაქვთ მთა მოჭრილი და ქვემოთ დასახლებული პუნქტია. ხალხი ცხოვრობს მთის ძირში.
იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა ხარაგაულის სოფლებში, ხემაღალს და ღვერკში, ასევე ტყიბულის სოფელ კურსებში ეს ლიცენზიაში ვარ ყოველ კვირაში გამოდის, ამოწმებენ ყველაფერს და ტესტში არის მან ყველაფერი რა. ხო და ეს ნაყარი მასალა აგერ მოსახლეობის სახლებამდეა მისული და ეს ნებადართული და კანონიერია? სად არის? სახლების გარშემოა ჩასული კლდეების ნატეხები. მაგით ჩვენიდან არ ხდება მაგით. აბა ვისგან ხდება? თქვენი ტერიტორიაა ეს. ჩვენი ტერიტორია რაც არის, მაგედან არანაირი ზიანი არ აქვს მოსახლეობას. სოფლის ქვედა ნაწილში კარიერები ადამიანების ეზოებშია შეჭრილი. ეზოებში, რომლებიც მაცხოვრებლებმა ბიზნესებს 5 კვადრატული მეტრი ქვის ფასად დაუთმეს უკიდურესი გაჭირვების გამო. ასე მოტყუდა ციცო ჯანელიძეც. მისი სახლიდან რამდენიმე მეტრში 10 წელია მიტოვებული ქვის გორებია. იქვეა მე-19 საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიაც. კანონით, მსგავსი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 300 მეტრის რადიუსში იკრძალება. თუმცა, აქ მანძილი 50 მეტრსაც არ აღემატება. ეს რამდენი წლის წინ გადათხარეს? ეგი კი 10 წელი. 10 წელი. და ასე რატომ დატოვეს გორები? რა ვიცი, მოვასწორებთო და დღემდე მოუსწორებენ. და ფული მოგცეს აქ რომ ამოიღეს და ასე გააფუჭეს? უბრალოდ ვიცი რომ აძლევენ, მაგრამ აი რამდენი მოგცეს? 800 ლარი, მაშინ მეტი არ ქონდა მაშინ ძალა ფული. და რატომ აძლევს ხალხი ასე იაფად ასეთი სამუშაოების ჩატარების უფლებას? ვიცი, ადამიანმა ფასი ასე ხდება, ხო? ხო, მაგრამ ეს თქვენს გარშემო ხო ანადგურებს ყველაფერს? განადგურებულზე მეტი არა ვარ შვილო. ახლა მე ვიფიქრე 1-200 ლარის სალიარკას ვიყიდი და გადმოვასწორიებიებ და ჩემ ნაწილს შევაკავებ, ასე ვფიქრობ. და იქ ზემოთ რომ თხრია საფრთხე არ გემუქრებათ? რა არ გვემუქრება? შეხედეთ, ეს ხომ თქვენი სახლია? ხო. და რატომ აძლევთ ამის უფლებას? მე არ ვიცი, ამას უნდა მოთავი ადამიანი და მაღაზიაზე ადრე ჩემი ტოლა ქალები დარბოდნენ, ჩიოდნენ, წვალობდნენ და იყო შეჩერებული და ახლა მასზე ვარი არავინ არაა შვილო და რა ვიცი. ბიჭი მოხდა ახალგაზრდა ბიჭი იქნა, მამასინა დეეტაგა. ის ხვიჩა სიმსივე თქვენი თანასოფლელი აქ დაიღუპა? მაგი აქ ჩვენ სასაფლაოზია. რა ადგილას არის დაკრძალული, იცით? კი. მათ ჩვენ ერთ საფლავს? 52 წლის ხვიჩა სიმსივე კარიერის მუშა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განმარტეს, დაიწყეს თუ არა გამოძიება მისი გარდაცვალების ფაქტზე. რა მოუვიდა, როგორ დაიღუპა? როდა დიდი მანქანა რომ მიდიოდა უკან ქვა მიქონდა ალბათ თუ რაღაცა და წალახში შეეფლო და ვერ ამევიდა და გაროუარა მაშინა. გაჭყლიტა გაც. გაჭყლიტა გაცივიდო. მიცვალებული კი არ იყო იმ კუბოში და იმაში დანაწევრებული იყო და გასლაბარაკეთ. აი ბიჭი იყო საწყო. ყარაულად იყო. ჟონეთის სასაფლაოზევე ვიპოვეთ ერთადერთი ქალი, რომელმაც საქმეს ოფიციალური მსვლელობა მისცა. აი ეს ქალია? წლების განმავლობაში სასამართლოებში ამტკიცებდა, რომ კარიერი მის ნაკვეთში შეიჭრა. რით გარდაიცვალა? უცბად, ინსულტი მომწვა. ნერვიულობით. წეიქცა მიშველეთო, ასე ხელი დაგვიქნება, всё, მოკვდა, კარი შემოგვახვდა ხელში. სასწრაფო მევიდა მკვდარი იყო, იგი წეიყვანეს მან. რატომ ხართ ჩუმად ამას რატომ ითმენთ? თან ხედავთ რომ სოფლები იმარხება? ხალხი არ აქცევს ყურადღებას. სისი ქეგვაქ, კიგვაქ რა არა, რომ წამევიდეს იმ ხელაკი და ყველას აქვს რისხოსაკანი მოგვიკიდებს ყველა. იქ ხა ის წარმოება რომ იმდინარეობს, თქვენ რამე სარგებელი გააქვთ როგორც ადგილობრივ მცხოვრებს? არაფერი. ჩვენ არა. მის სამსახური აქვს და არქივაი. ესენია. სამსახურიდან გასვების და რამდენი გაათავისუფლე არა. ფაქტი არა.
ადგილობრივებისგან განსხვავებით, მეტად აქტიურობდნენ გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს ვერ მიაღწიეს. დღევანდელი რეგულაციებით 10 ჰექტრამდე ფართობზე წიაღისეულის მოპოვებას გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ სჭირდება. 5 ჰექტრამდე ფართობზე კი სავალდებულო არც სკრინინგის ჩატარებაა. შედეგად ბიზნესმა ჭკუა იხმარა. ამ სოფლების მიმდებარედ გაცემული 19 ლიცენზიიდან 18-ის ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებია. არადა ჯამური სივრცე, საიდანაც უმართავი მოპოვება მიმდინარეობს 34 ჰექტარს აღწევს. ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებით ზოგადად მთელ საქართველოში. მიდის ის, რაც არ უნდა მიდიოდეს, მტაცებლური მოპოვება წიაღისეულს. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების განვითარება 14 სოფელშია მოსალოდნელი. მათ შორის იმ დასახლებებში, სადაც ქვის კარიერები აფეთქებებით მუშაობს და სადაც კანონი მეწარმეებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ სთხოვს. შეფასების კოდექსი შესაბამისობაში უნდა იყოს ევროდირექტივასთან. ევროდირექტივა კი ამბობს, რომ ასეთი საწარმო მოპოვების ფართობის მიუხედავად ნებართვას საჭიროებს. კანონმდებლებისთვის პრიორიტეტი ბიზნესია და არა მოსახლეობა. მით უმეტეს, როცა ასე ადვილია, დამეწყრილი და დამარხული სოფლები ბუნებას და განგებას დააბრალო და არა კორუფციას და მოუთოკავ მადას. დამნაშავედ წვიმა და თოვლი გამოაცხადო და არა უცოდინრობა და დანაშაულებრივი გულგრილობა.